ხეოფსის პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა ყველაზე დიდი პირამიდაა, 7 საოცრებიდან ერთ-ერთია და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა. მისი მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 26 საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე თავდაპირველად 157 მეტრი იყო, მაგრამ დღეისათვის ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრი. იმისთვის რომ პირამიდას გარშემო უაროთ 1 კილომეტრის გავლა დაგჭირდება. ხეოფსის პირამიდა ფარაონების მიერ აშენებული ყველაზე მასიური და იდუმალი ნაგებობაა. დღემდე საიდუმლო დარჩა სინამდვილეში როგორ ხდებოდა მისი აშენება. ფრანგი არქიტექტორი ჟან-პიერ რუდენი ამ საკითხზე 10 წელი ფიქრობდა. მან საკითხს პროფესიული თვალით შეხედა. როგორ შეძლებდა თვითონ მის აშენებას. თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით არქიტექტორმა შეძლო ამ ამოცანის ამოხსნა. ჯიჯი ტელევიზია წარმოგიდგენთ. ხეოფსის პირამიდის საიდუმლოების ამოხსნა. იმისთვის რომ გავერკვიოთ პირამიდის საიდუმლოებებში, მოდით დაუბრუნდეთ გიგანტური საძინებლების ეპოქას. გიზის პლატოზე გიგანტური ზომის ქვის მთები ცივილიზაციამ წარმოქმნა. პირამიდა ეს იყო კარი, საიდანაც მეფეები უკვდავებაში ინაცვლებდნენ. მათგან ყველაზე შთამბეჭდავი პირამიდები ეპოქის დასრულებამდე ბოლო 100 წლის განმავლობაში აშენდა. პირველი პირამიდები კიბის მაგვარი საფეხურებით იყო, როგორიცაა ჯოს არფსაკარის პირამიდა. სწორი გვერდების მქონე პირველი პირამიდა მეოთხე დინასტიის ფარაონმა სნოფრომმა აშენა, ხეოფსის მამამ და ხიფრენის ბაბუამ. თეთრი კირისგან მოპირკეთებული გიგანტები დედამიწაზე მზის სხივების გამოსახულებას წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში მოსაპირკეთებელი მასალა ეკლესიების, მეჩეთებისა და სასახლეების ასაშენებლად მოიპარეს. მათი ნარჩენები შეიძლება ვიხილოთ ხეოფსის ძირში და ხიფრენის მწვერვალზე. შთამბეჭდავი ტექნოლოგიებით მშენებლობის ეპოქა მხოლოდ 1 საუკუნეს გასტანა. შემდეგ შეიცვალა კლიმატი. ქვეყანაში წყალი დაშრა და ეგვიპტეში ომებისა და დაპყრობების პერიოდი დაიწყო. ამ მძიმე პერიოდში პირამიდების მშენებლობის საიდუმლოებანი დაიკარგა. ახლახანს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დასახლება, სადაც 45 საუკუნის წინ პირამიდის მშენებლები ცხოვრობდნენ. ეგვიპტოლოგებმა მათ ცხოვრებაზე ბევრი რამ ახალი გაიგეს. მშენებლებს ჰქონდათ იმ პერიოდისთვის კომფორტული საცხოვრებელი, საკვები. მათ კვებავდნენ ხორცით, პურით, ასმევდნენ ლუდს. აღმოჩნდა, რომ მშენებლები როგორც მანამდე ითვლებოდა, სულაც არ იყვნენ მონურ მდგომარეობაში. ფარაონების მსახურება და მერე მათთან ერთად მუდმივ საცხოვრებელში გადანაცვლება დიდ პატივად ითვლებოდა. თუმცა ამ აღმოჩენებს მშენებლობის საიდუმლოების შესახებ ახალი ინფორმაცია არ მოუწოდებია და მით უფრო იმაზე თუ როგორ აშენებდნენ ხეოფსის 156 მეტრიან პირამიდას. მე-19 საუკუნის ბოლომდე ის ითვლებოდა ყველაზე მაღალ ნაგებობად მსოფლიოში. პირამიდის სამეფო ოთახი აშენებულია 60 ტონიანი ლოდებით.
უჩვეულო სიმაღლე და უმძიმესი ლოდები ხეოფსის ორი გასაოცარი საიდუმლოა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა, მათი ამოხსნა დღემდე მაინც ვერავინ მოახერხა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდიტამ ხის ბერკეტებთან დაკავშირებული იდეა წარმოთქვა. იყო სხვა იდეებიც და სხვადასხვა ჰიპოთეზებს ჩვენ ისტორიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში შევხვდებით, მაგრამ ყველა მათგანი სარწმუნო როდია. და თანამედროვე ფრანგი არქიტექტორი, რომელიც საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს. ყველაფერი 1999 წელს დაიწყო. ჟან-პიერ რუდენმა სამომავლო გეგმების შესადგენად ერთთვიანი შვებულება აიღო. ოდესღაც მამამისმა პირამიდების საიდუმლოებაზე ფირი გამოუგზავნა, მაგრამ ამ ფილმებშიც ყველა თეორია, როგორ აშენებდნენ ეგვიპტელები პირამიდას, იყო ლეგენდის მაგვარი. მამამის პროფესიით ინჟინერ-მშენებელს გაუჩნდა შემდეგი იდეა, რომ შესაძლოა პირამიდა შიგნიდან აეშენებინათ, სპირალის მსგავსი გვირაბის მეშვეობით. და რა თქმა უნდა, მამამ შვილს ეს იდეა გაუზიარა. ფიქრობ, შიდა პანდუსით საინტერესოა. შევისწავლი ნახაზებს და გადმოგირეკავ. ჟან-პიერი შეუდგა პირამიდებზე სრული ინფორმაციის შეგროვებას. კითხულობდა სხვადასხვა მეცნიერულ ნაშრომს, სწავლობდა ფუნდამენტურ გამოკვლევებს. მალე ძველი ეგვიპტის არქიტექტურულ საოცრებებზე ყველაფერი შეისწავლა. რიგითი არქიტექტორი ერთი იდეის ფანატი გახდა და მთლიანად ჩაეფლო სამუშაოებში. მან კომპანია დაკეტა, გაყიდა ბინა და პატარა ოჯახურ სტუდიაში დაასახლდა. დღეში 10 საათი მუშაობდა იმისთვის, რომ ამოეხსნა მამამისის მიერ წამოჭრილი იდეა თანამედროვე ინჟინერული განმარტებით. ისე კი პანდუსი გენიალური იდეაა, მაგრამ ის უნდა დავყოთ სექციებად, ასე კი ლოგიკურია. იყო სპირალი, მაგრამ მართი კუთხეებით და ასე მაღლა აივნიდან აივნამდე. მაგრამ ამის დამტკიცება შესაძლებელია დაახლოებით 10 წლის შემდეგ. მე ყველაფერი უნდა გავთვალო, ასე რომ აქ სამუშაოები საკმაოდაა. ეგვიპტელები წრიულ გვირაბებს არ აშენებდნენ, მაგრამ გალერეას მართი კუთხით მშენებლობა იცოდნენ. ჟან-პიერი შეუდგა შიდა პანდუსის იდეის შემუშავებას. ასეთი პანდუსით შესაძლო იყო ლოდების მწვერვალებამდე ატანა, მაგრამ სიმაღლე რომ 156 მეტრი იყო. აივნები მოbrunების საშუალებას იძლეოდნენ და ვენტილაციას უზრუნველყოფდნენ. წინვალე და რევოლუციური თეორია გამოვიდა, მაგრამ საჭირო იყო მისი დამტკიცება. ჟან-პიერი მზად იყო ეცადა. მაგრამ ცნობილი და ავტორიტეტული მეცნიერების მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იყო. იგი თვეების განმავლობაში სხვადასხვა ეგვიპტოლოგებს წერდა წერილებს, მაგრამ პასუხი არავისგან მიუღია. ისინი არ აქცევდნენ კიდევ ერთ ახალ ჰიპოთეზას ყურადღებას, ალბათ არც არავის ჩაუხედავს პროექტებში. ჟან-პიერი უბრალო ადამიანი იყო და მათ წრეებში არც შედიოდა. ფიქრობდნენ კიდევ ერთი დილეტანტი გამოჩნდაო.
ჟან-პიერმა ვერ შეძლო ფრანგ მეცნიერებთან ურთიერთობა და გადაწყვიტა ამერიკაში გამგზავრება. ნიუ-იორკში ერთ-ერთი ეგვიპტოლოგი დასთანხმდა მასთან შეხვედრას. მისთვის ეს ბოლო შანსი იყო. ჰიპოთეზის გადასამოწმებლად ჟან-პიერს მეცნიერის თანხმობა სჭირდებოდა. ბოგ ბრაიერი შესაძლოა ეს ის ადამიანია, რომელიც მისცემს ბიძგს შემდეგ გამოკვლევებს. ბოგ ბრაიერი, ეგვიპტოლოგი. როცა ჟან-პიერი მოვიდა, ჩემთან სტუმრები მყავდა და ყველა დაინტერესდა, რა იყო შიგ. ჩვენ ვნახეთ პირამიდის მშენებლობის ეტაპები. მსგავსი რამე ადრე არ მენახა. მან თავისი თეორია წარმოადგინა. არქიტექტორმა რევოლუციური იდეა გამოიმუშავა. პირამიდა შიგნიდან აშენებენო. ანდუსი პირამიდი შიგნითაა? დიახ. და ამ დრომდე იქ დარჩა? დიახ, ამ დრომდე იქ არის. დღემდე ყველა ჰიპოთეზა უაზრო იყო. ეს ნამუშევარი კი ბევრ კითხვას სცემდა პასუხს. ეს ისეთი მომხიბვლელი პროექტი იყო, რომ ვიფიქრე, ასეთი რამ შეუძლებელია მეთქი. რითი მოხიბლა თქვენ პირამიდა? ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. პირამიდა არც არასოდეს მინახავს. 5 წლის განმავლობაში მუშაობდი და არ გინახავთ პირამიდა. რატომ? ჩემი პრინციპია, ობიექტის პროექტირებისთვის სულაც არ არის აუცილებელი უყურო მას. თუ გინდათ რომ მეცნიერებმა სერიოზულად დაგიჭირონ მხარი, თქვენ უნდა ნახოთ პირამიდები. ბობს მოეწონა ჟან-პიერის ჰიპოთეზა და გადაწყვიტა რომ დახმარებოდა და დაითანხმა ეგვიპტეში გამგზავრებაზე.